საოპერო მომღერალი გახლავართ. საოპერო მომღერალი, რომელმაც ფეხი ავიდგი სოხუმის სარაყიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. აი იმ შორეულ წლებში, ბედნიერ წლებში, როდესაც მხოლოდ ხელოვნებისთვის ცხოვრობდით. კარგი პედაგოგები მყავდა, ძალიან კარგი. ჩემი პირველი პედაგოგი იყო აფხაზი ქალბატონი, თამარა ყოლბაია. დაოჯახებული გახდით, აფხაზური ოჯახი მქონდა, აფხაზი მყავდა მეუღლე. და ალბათ კონსერვატორიაზე ოცნება, რომ კიდე სადღაც წახვალ, დატოვებ ოჯახს, ისწავლი, ცოტა არარეალური იყო იმ პერიოდისთვის, ჩემთვის და ალბათ ჩემი ოჯახისთვისაც. მაგრამ ბედმა ასე ინება, დავამთავრე ტექნიკუმი წარმატებით, წითელ დიპლომზე. და მომცეს სწავლის გაგრძელების უფლება. ჩამოვედი თბილისში და ასე მოხდა, რომ გზის ფული დამაფინანსა, რომ ჩემი სპონსორი გახდა დედაჩემის ბიძა ბატონი კირილე ჯიქია. ეს გახლავთ 86 წელი. და ეს იყო უზარმაზარი დახმარება, ის 100 მანეთი. და დღემდე მეც ვცდილობ აბსოლუტურად ყველა სწავლის მოსურნეს ჩემი პატარა ბიუჯეტიდან, რომელიც ჩემი პატარა კარიერის შესაბამისი ბიუჯეტია, ვცდილობ დავეხმარო სტუდენტებს. მეტნაკლებად ზოგს ვასესხო, ზოგს ვაჩუქო, ზოგს გავუნაწილო. შემდგომი ნაბიჯი უკვე კონსერვატორიის წლები. საკმაოდ წარუმატებელი, მეოთხე კურსზე ხმა დავკარგე და მოულოდნელად გამოვცვალე პედაგოგი და აღვიდგინე ხმა. ეს ალბათ ყველასათვის გასაკვირი მომენტი იყო. ხმის აღდგენა, დავამთავრეს კონსერვატორია, ერთადერთი 4-იანი მქონდა სიმღერაში. დანარჩენი ვიყავი წარმატებული სტუდენტი, ვიყავი სტუდენტური პროფკავშირების თავმჯდომარე, ძალიან ახალი შემართებებით, მოდიოდა პერესტროიკა ეგრეთ წოდებული და მეც ვიბრძოდი იმისთვის, რომ რუსულენოვანი სახელმძღვანელოები შეგვენაცვლებინა ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით. სტუდენტებისთვის გადვილებინა სწავლა, იყო დახმარებები, იყო ექსკურსიები და საკმაოდ სრულფასოვანი ახალგაზრდული სტუდენტური ცხოვრებაც ვიცხოვრე. დავამთავრე კონსერვატორია, მართალი გითხრათ, ვოკალის გაგრძელებას არ ვაპირებდი. მივდიოდი ფილოსოფიის ინსტიტუტში. მარქსიზმ-ლენინური ფილოსოფიის ინსტიტუტი აბსოლუტურად დაიშალა და მოვხვდი ისევ ჩემს სოხუმში. ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა გამიწიეს დიდი რეკომენდაცია და მოვხვდი აფხაზეთის კაპელაში, ბატონი ნოდარ ჭამბას ხელმძღვანელობით. ძალიან კარგი კოლექტივი, ძალიან თბილად მიმიღეს. ეს იყო 91 წელი. ჩვენი ოცნება იყო გაგვეკეთებინა სოხუმში საოპერო სტუდია. უკვე საკმაოდ ვიყავით 5-6 მომღერალი, დაბრუნებული ეს აფხაზები, ქართველები. ეს იყო 13 აგვისტო. საოცარი დამთხოვა იყო, რომ 14 აგვისტოს დილით ომი დაიწყო. სანამ დავიშლებოდით, ბრეხალოვკას ვეძახოდით, ვიფიქრეთ, რომ დავლიოთ ყავა და მივდივართ. მე ქართველი, ლალი ჯილაია, გურამ გვიწინია, აფხაზი და ელია ჯიკირბა. ჩამოვდივართ და როგორც მოვახლოვდით კინოთეატრ კომსომოლეთს, რაღაც პოლიცია არეულია. გურამი თქვა, ნაცნო პოლიციას ხედავ და ვიკითხავ რა ხდებაო. შევიდა გურამი, ჩვენ დაველოდეთ გარეთ, გამოვიდა გაფითრებული. არა და რაღაც გრუხუნის ხმა ისმოდა, მაგრამ ისეთი სიცხე იყო, აგვისტო იყო. ვიფიქრეთ, რომ ჭექა ხუხილია ალბათ და ალბათ იწვიმებს. გოგონება უნდა დავიშალოთო, ომი დაიწყო. და ცილიწყალი გადაგვესხა ყველას. დღესაც მაგ საშუალებას ჩავედი, მე მყავს იქ მეგობრები, მეხვეწებიან ჩამოდი, ყველაფერი კარგად იქნება, დაგხვდებით, ოცნებას აგისრულებთ, ბრეხალოვკაზე ყავა დავლიო. ძალიან დიდი ოცნება მაქვს, მაშინ ვერ მივედით და ვერ დავლიეთ. ძალიან აუხტენელი ოცნება ალბათ მე, ელამ და გურამ გვიწინიამ, რომ ყავა დავლიოთ, ის ყავა რომელიც ვერ დავლიეთ. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მოხდეს და შევიცვლოთ ეს ოცნება, ყველაფერი ბედის გზაა. წავედი სტუმრად მაიკოპში, რუსეთში. და იქ კამერულ თეატრში ამიყვანეს. კარგი კონცერტები გქონდა, სოფლებში გასვლითი და კარგი პედაგოგი შემხვდა. ნიკოლაი ეფიმიჩ პანური. დღემდე მახსოვს ეს ბატონი, მას ბევრი, ესე იგი იმ ჩემს აღდგენილ სკოლას მან დაუმატა შესანიშნავი ტექნიკა, რომელმაც წელში გამმართა და თავდაჯერება მომცა როგორც მომღერალს. ასე თავდაჯერებულმა დავბრუნდი საქართველოში და ვთქვი, რომ ეს სწავლა უნდა გავაგრძელო. ჩავაბარე ასპირანტურაში, გავხდი ბატონო და რადულაძის სტუდენტი და პარალელურად მეცადინებდი ჩემს პედაგოგთან, რომელთანაც ხმა აღვიდგინე ბატონ კოჩა ბეჟოაშვილთან. ფაქტიურად მთელი ჩემი კარიერა უნდა უმადლოდე ამ ბატონს.
ხმის დაკარგვის შემდეგ ეს ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც გაბედა, ხელი მოკიდა ლალი ჭილაიას და ფეხი ამადგმევინა. აი ამ ყველაფრის მერე ვხედავ, რომ მაინც საქართველოში არ არის ჩემი ადგილი, გუნდში დაბრუნება მე არ მინდოდა, მომავალსაც ვერ ვხედავდი, ამიტომ გადავწყვეტე წასვლა. ჩავაბარე მადრიდის სიმღერის უმაღლეს სკოლაში და ორ სასწავლებელში კონტრაქტი დამიდეს. Წამოვიდა კონცერტები, დიდი რაოდენობით. ფაქტურად მთელი ესპანეთი მოვიარე. ვიმღერე დიდო ენეას, პორსელის ოპერა 12 სპექტაკლი ახალგაზრდა ჯგუფთან, რომელმაც აი ძალიან კარგი სცენური გამოცდილება მომცეს და იქაური სცენური ტრადიციები. შემდგომი ოპერა იყო La Dolores ტომას ბრეტონის ძალიან ურთულესი ოპერა. მაგრამ ბატონი ალეკო ხომერიკის გაწვრთნილი რო ვიყავი აქ და აი ჩვენი ქართული სკოლა რომ მომზევდა, გაუმკლავდი ძალიან კარგად. უკვე ენასაც კარგად ფლობდი, ასე რომ ახალი არ იყო ჩემთვის ესპანურ ენაზე სიმღერა. თუ მაქვს საშუალება, აუცილებლად ვრთავ ქართულ ნაწარმოებებს. მღერივარ ლელას არიას, ლაღიძის ოპერიდან ლელა, ეთერის არიას, თამარ დედოფლის გავატინას, ეს მეცო-სოპრანოსია, მაგრამ ჯერჯერობით უმკლავდები, აწი არ ვიცი. არსებობს ესპანეთში ასოციაცია, რომელიც ქართულ ტოლულ ბავშვებს პატიჟებს საზაფხულოდ. და როდესაც ერთი პერიოდი ოჯახები აკლდებოდა, თან ვერ შეულობდნენ, რამდენიმე ბავშვი მე ავიყვანე. ზოგი ჩემი მეგობრის იყო, ზოგი სრულიად უცნობი და ერთ-ერთი ბიჭუნა ჩემი შვილობილია დღესაც. მადრიდში არ იყო სათვისტომო. 2007 წელს დიასპორების სამინისტრომ დამპატიჟა როგორც ესპანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი. გავაკეთე სათვისტომო. და ვაკეთებ შეხვედრებს. ჩამოდიან მომღერლები, ჩვენ მათ ვეპატიჟებით, მათთან ურთიერთობას ჩვენც ვიმდიდრდებით და მათაც ვხვდებით. გვიხარია ჩვენი ქართველების წარმატება. მოხდა ისე, რომ ანსამბლი დიოსკურია ჩამოვიდა, 6 საათიანი, 8 საათიანი კონცერტი, აბსოლუტური ანშლაგით, ქართველებით, ესპანელებით. ბოლო კონცერტი დაგვირგვინდა მადრიდის კაზინოში, საკმაოდ პრესტიჟულ დარბაზში. მე რადგან სოხუმიდან ვარ, მე მაინც ჩემი კუთხის წარმოჩენა მინდა. ვუსურვებდი ყველა ახალგაზრდა მომღერალს, აი სულით და გულით, ყველას გაგმართლებოდეთ. რაც მთავარია ოჯახისგან, ახლობლებისაგან მორალური დიდი მხარდაჭერა ქონოდეთ და ბედნიერი კარიერა გაეკეთებინოთ.